გალატელთა 3:12 აგრძელებს პავლე მოციქული. ხოლო რჯული რწმენისაგან არ არის, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს. რჯული, რიტუალები, რაღაცის დაცვები, მას დიდი რწმენა არ სჭირდება. აღდგომა გინდა, შობა გინდა თუ რა, ყველა რიტუალის, ესე იგი, საფლავზე რო გახვალ, ყველგან კვერცხი და პასკა დევს. რიტუალებს რწმენა არ სჭირდება. რიტუალებში მაგრები არიან. სუფრაზე 363 წმინდა გიორგი, ღმერთის საუბრითა და მესამეც უნდა დავლიოთ, ესე იგი და ამ დღეს ლობიანი აუცილებელი არის, იქ ბზა, ხო, ბზობაზე მთელი რიგები არის და ყველა ოჯახში ბზა არის და დიდად თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ამ რიტუალებით არის რწმენა, ყველგან ჯვრებია დასობილი, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ძალიან მორწმუნე ხალხი არის. მაგრამ რჯული რწმენისაგან არ არის. მაგრამ ვინც რჯულს შეასრულებს, მისით იცოცხლებს. მაგრამ საქმე ის არის, რომ რჯულის შესრულება შეუძლებელი არის. ამიტომ ებრაელი ერიცხო, დღევანდელი ებრაელი ერიცხო, თქვენ თუ ჩახვალთ ისრაელში, მე იქ ნამყოფი არა ვარ, მაგრამ იქაც ნახავთ, რომ ნაწილი შეიძლება მთელი ებრაელი ერი ამ რიტუალებს იცავს და რაღაცა შაბათს. დიდად შეიძლება მორწმუნე არ არის, ეხლა არ აკვდება ამ რწმენას, მაგრამ რიტუალებში არიან, ასე ვთქვათ, ერთგულები. მაგრამ თუ ამ რიტუალებს დაიცავ, კაი, არა გაქვს რწმენა, მაგრამ შეგიძლია რიტუალებით იცოცხლო, თუმცა ვერ შეძლებ ამ რიტუალების დაცვას. ანუ რჯულის მართველი საფუძველი არ არის რწმენა, მაგრამ ვინც მას შეასრულებს, მისით იცოცხლებს. ლევიანების 18:5 წერია. დაიცავით ჩემი წესები ძველ აღთქმაში და ჩემი სამართალი ამბობს უფალი. ადამიანი, რომელიც მათ აღასრულებს, ცოცხალი იქნება მათი წყალობით. მე ვარ უფალი. ანუ ძველი აღთქმის პერიოდში, როდესაც რჯული იყო მოცემული, უფალი ეუბნება მათ. თუ დაიცავთ ყველაფერს, იცოცხლებთ. და პავლე მოციქული ამბობს, რომ ეს მითო გვითხრა უფალმა, რომ მოგვესინჯა. და რჯულმა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, რჯულმა მიმიყვანა გაგებამდე, რომ ჭირდებოდა ხსნელი და რჯულის წყევლისაგან გამომსყიდველი. დიდება იესოს. გალატელთა 3:13. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული. ვინაიდან დაწერილია, წყეულია ყველა, ვინც ძელზეა დაკიდებული. ნახეთ ძვირფასებო, როგორ ყველაფერი არის ნათელი ღმერთის სიტყვაში. ქრისტემ გვიშველა ჩაციკლული ვიყავით ამ რჯულის დაცვაში, აბა ის არ გამოგჩეს, აბა ესა, აბა ცხარი შევწიროთ, ეხლა ის მოვიტანოთ, ეს მოვიტანოთ, ყველაფერი. მაგრამ და ყველაფერი იმისათვის, რომ იქნებ ცოდვები გვეპატიოს. თქვენ იცით, რომ ძველი აღთქმაში იქ ბევრი რჯულში რიტუალია, მაგრამ ძირითადი რიტუალი რა იყო, როდესაც ადამიანი შესწოდავდა და მან იცოდა ცოდვა რა იყოს. რა იყო? აიყვანდა ცხვარს, რომელიც იყო უნაკლო, მიიყვანდა მღვდელთან და ეს უნაკლო ცხვრის
მოძებნართული იყო, ახლა როგორც ჩანს იესოს დროს უკვე კორუფცია იყო მაღალ დონეზე და შენ შეიძლება უნაკლო ცხვარი მიგეყვანა, მაგრამ მიგდლები გეტყოდნენ, რომ შარს მოგდებდნენ, რომ არა მას ნაკლი აქვს, აგერ იყიდე ჩვენთან, უფრო ძვირად უნაკლო ცხვარი. და ზუსტად ეს იყო, რომ გამოყარა იესომ ტაძრიდან ეს გადამყიდველები და გადამცვლელები ფულის. და ცხოველები გამოყარა, ანუ შენ რაც არ უნდა კარგი ცხოველი მიგეყვანა შესაწირავად, იქ იმათ რო ყავდათ, ის უნდა გეყიდა, როგორც დღეს არის ტაძარში, ერთხელ მცხეთაში ვიყავი ადრე, სვეტი ცხოველის ტაძარში, არა, იქ ვიყავენ მცხეთაში და ეწერა დიდი ასოებით, რომ მხოლოდ ტაძარში ნაყიდ სანთელს აქვს კურთხევა. იმიტომ რომ ტაძარში ნაყიდი სანთელი ნაკურთხი სანთელი არის, ხო? და ნუ შენ რო იქ მეტროში რო ქალი დადის 10 თეთრი სანთელი ის მიიტანო და დაანთო, ის არა, იქ უნდა იყიდო ერთ ლარად. ასე იყო იესოს დროსაც, ხო? მიყავდათ ცხვარი, ალბათ უკვე იცოდნენ რომ აზრი არ ქონდა სხვაგან იაფად ეყიდა, იქ უნდა ეყიდა, მაინც დაუწუნებდნენ. მიყავდათ ცხვარი მღვდელთან მღვდელი ესე იგი დაადებდა და ეს ვინ ცოდვილი იყო დაადებდა ამ ცხვარს ხელს მღვდლის წინაშე და ითვლებოდა რომ ამ ცოდვილი კაცის ცოდვები გადავიდა ამ ცხოველზე, ამ ცხვარზე. და უკვე ცოდვილი ხდებოდა ეს ცხვარი, ხოლო ეს კაცი თავისუფალი მიდიოდა სახლში. მაგრამ სახში რომ მიდიოდა გზაში, ესე იგი რაღაცა წამოწდა ცუდი სიტყვა, ხო, ახლა კიდე უნდა მიბრუნდეს. კიდე შესწიროს ცხვარი, კიდე მობრუნდეს, კიდე შესწიროს, ხო, ეხლა რამდენი ცოდვა უნდა ჩაიდინო, დღეში შეიძლება 5 ჯერ შესწოდო. მერე ამ ცხვარს აიყვანდა მღვდელი, დაკლავდა და სისხლი რო დაიღვრებოდა, ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ცოდვის საზღაური გადაწყდილი იყო, მოკვდა. ცოდვილი მოკვდა, ასეთი იყო წესრიგი, ხო? მაგრამ პავლე მოციქული ამბობს, რომ შეუძლებელია, ესე იგი, ამდენი შეწირულობა, ამდენი ესე იგი გამართლება, ეს არის წყევლა. ამიტომ ქრისტემ გამოგვისყიდა ამ რჯულის წყევლისაგან, ამ ცხრების შეწირვისაგან და ჩვენს მაგივრად შეეწირა ის უკვე. აღარ გჭირდება შენ ყოველ წუთში ხელი დაადო ცხვარს. მან თქვა, მე ვარ ეს კრავი, რომელმაც ავიღე ყველა ცოდვა და დაღვრილი სისხლი, დაკლული იესო ქრისტე ღაღადებს, რომ ცოდვის მსხვერპლი შეიწირა, ცოდვილი მოკვდა. იესო ქრისტე ცოდვილი შენს მაგივრად, შენი ცოდვები რომ აიტანა მოკვდა. და პავლე მოციქული ამბობს, შენ უბრალოდ უნდა გწამდეს ეს. როდესაც ცხვარი მიყავდა მასთან მღვდელთან და ცოდვილი ხელს ადებდა, ცოდვა მართლა გადადიოდა ცხვარზე? არა, ეს ხوار იყო რაღაც მოიხსნა და გადავიდა. არა, რწმენით ხდებოდა ეს ყველაფერი ღმერთის წინაშე. ასევე რწმენით ხდება ჩვენი ცოდვების პატიება. ჩვენს ნაცვლად გახდა წყეული, ვინაიდან დაწერილია წყეულია, ყველა ვინ წელზეა დაკიდებული. ანუ წყეულია ყველა ცოდვილი, ის გახდა ესეთი. და ის ჩამოეკიდა ძელზე, ესე წინასწარმეტყველური სიტყვა არის. მეორე რჯულის 21-ის 23-ში წერია. არ უნდა გაათევინო მის გვამს ძელზე, არამედ იმავე დღეს დამარხე იგი, რადგან ღმერთის მიერ არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული. ნუ შებილწავ მიწას, რომელსაც გაძლევს დასამკვიდრებლად უფალი შენი ღმერთი. იესო ქრისტე გახდა ძალიან უღირსი, ცოდვილი, წყეული, მიუღებელი ჩვენი ცოდვების გამო. ეს არის კულმინაციური წერტილი ქრისტეს მოძღვრებისა. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. დღეს ჩვენ ვართ მადლის პერიოდში. რას ნიშნავს ეს? კეთილგანწყობა არის ღმერთის და საჩუქრად გვეძლება გამართლება.
ეს არის უდიდესი საგანძური, როგორც დაწერილი არის იგავში, რომ იესო ამბობს, რომ იპოვა მარგალიტი, ძვირფასი მარგალიტი. რა არის ეს ძვირფასი მარგალიტი? ჩვენ ვიპოვეთ წყევლისაგან გამოსყიდვა, ჩვენ ვიპოვეთ იესო, რომელმაც ფასი გადაიხადა, ჩვენ ვიპოვეთ ღმერთის კეთილგანწყობა, რომ არის ჩვენზე და ჩვენ ვიპოვეთ საჩუქრად, რომ გვეძლება ეს ყველაფერი. დიდება იესოს. ღმერთმა სჯულისაგან გაანთავისუფლა ისრაელი, მაგრამ ისრაელმა არ მოისურვა სჯულის მოცილება. ისრაელმა არ მოიცილა ის, რაც იესოში უკვე აღსრულდა. ამიტომ მოშურნენ იერუსალიმის ეკლესიიდან ამბობდნენ, იესო ქრისტე გწამს კარგია, მაგრამ რჯულიც უნდა დაიცვა. რისთვის უნდა დავიცვა რჯული? რა არის მასში კარგი დასაცავი? რჯული იმისთვის იყო მოცემული, რომ გამართლდე, მაგრამ გამართლება ხო ეხლა ჩვენ მადლით აგვაქვს უკვე. მაგრამ არა, ეს ჩვენი ტრადიცია, ეს ჩვენი იდენტობა, ეს ჩვენი ეროვნულია, ეს ჩვენი ისტორია, ეს ყველაფერი ჩვენია, ჩვენ ამას ვერ გაუშვებთ ხელიდან. მაშინ პავლე ეუბნება, თუ რჯულს იცავ, არავითარი სარგებელი არ აქვს ქრისტესგან. თუ შენ გინდა რომ სარგებელი კონდეს ქრისტესაგან, მაშინ ხელი უნდა გაუშვა, თუნდაც ტრადიციული იყოს, თუნდაც ისტორიული იყოს, თუნდაც რა შენ ესე იგი გამჯდარი იყოს შენს ხორცში და რბილში. დიდება ჩვენ ძლიერ ღმერთს. და იცით, უკვე წაიშალა ზღვარი წარმართებთან, რომელსაც ებრაელი ვერ ეგუებოდა. როგორც წარმართები და იუდეველები ჩვენ ერთნი ვართ უკვე? განა ერთი რწმენა გვაქვს? განა ერთნაირად გავმართლდებით? განა ჩვენ პრივილეგირებული არა ვართ? განა ჩვენ წილხოდომილები არა ვართ? არა, ჯერ კიდე აბრაამს უთხრა, თქვენ დიდ წინაპარს უთხრა, რომ შენი შთამომავალი მარტო ის კი არ იქნება, ვინც შენი თესლიდან გამოვა, არამედ ისინიც, ვინც რწმენით იქნებიან შენ. დიდება იესოს. ეფესელთა 2:13-დან 16-ში წერია, ახლა კი იესო ქრისტეში ოდესღაც მისგან შორს მყოფნი ვიზია ლაპარაკი ჩვენზე წარმართებზე, ახლობელნი გახდით ქრისტეს სისხლით. როდესაც ჩვენ წარმართები, ქართველები, ფრანგები, გერმანელები, ყველანი შორს ვიყავით ჯულისაგან, აბრაამისაგან, ამ ყველაფერი ნამდვილი ღმერთი ვინც იცოდა, ახლა ქრისტეს საშუალებით გავხდით ნაწილი ამ ყველაფრისა. აბრაამის მოძღვრების, აბრაამის რწმენის ნაწილი გავხდით ქრისტეს სისხლის გამო, რადგანაც იგი ამ მშვიდობა ჩვენი ერთად რომ აქცია ორი, ვინ იყო ეს ორი? იუდეველები, აბრაამის შთამომავლები და არაიუდეველები, ყველა სხვა ერები. მათ შორის აღმართული ზღუდის დამხვევი. ანუ წარმართებსა და იუდეველებს შორის იყო ზღუდი აღმართული. ეს სხვა ხალხი არის. ისინი თაყვანს ცემენ ებრაელები ცოცხალ ნამდვილ ღმერთს, იაჰვე ღმერთ შემოქმედ ცისა და ქვეყნისა. ეს წარმართები დარბიან და დაძდევენ ხან რა ხალღმერთია თუ ოჩოპინდრია თუ ვინ არის, უამრავი ღმერთები ყავს. მაგრამ იესო ქრისტემ დაანგრია ეს საზღვარი. გააიხაკრეთ საბმელი და ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს ნაწილი და იყოს აბრაამის შთამომავალი. რომელმაც თავისი ხორცით, ვინ? იესომ განაქარა მტრობა, ანუ მტრობა მოსპო, აღთქმათა რჯული კი მოძღვრებით, რათა მშვიდობის მყოფელს ორისაგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში.
პავლე მოციქულის ამ ლაპარაკს ებრაელები ხვდებოდნენ კბილების ხრჩენით. ეს ფლათ ანადგურებს ჩვენ ეროვნულ იდენტობას ამბობდნენ. როგორ კაცო, როგორ? ესე იგი და მიტომ ვერ იტანდნენ იესო ქრისტეს. მიტომ არის იესო ქრისტე მათთვის აბსოლუტურად მიუღებელი, იმიტომ რომ ისინი თვლიან, რომ ეს პიროვნება იყო, რომელიც ანგრევდა ყველაფერს, რაც იყო ეროვნული სიდიადე. მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ ზუსტად მათი ერის სიდიადის გაგრძელება იქნებოდა იესო ქრისტეს მიღება. დიდება უფალს. ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში. იყო იუდეველი ძველი კაცი რჯულით წვალობდა, რომ მიეღწია გამართლება, აქეთ იყვნენ წარმართები, თავიანთი ღმერთები ყავდა და იქცილობდნენ გამართლებას. მაგრამ იესო ქრისტემ შექმნა ახალი კაცი, რწმენის კაცი იესო ქრისტეში, რომელიც აბრაამის მსგავსი იყო, რომელშიც ჯერ არ იყო იუდეველობა, ჯერ არ იყო ის, რომ გაყოფა იყო წარმართებსა და იუდეველებს შორის. აბრაამის დროს არ იყო ეს გაყოფა. ისევ შერდა აბრაამის რწმენაში ერთი ახალი კაცი. დიდება იესოს. მომყვებით აზრებში ძვირფასებო. და ორივე ერთის ხეულით შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაგვდინა მტრობა. მართალია ორი იყო გაყოფილი, მაგრამ ღმერთი ერთი იყო. ამიტომ ეს ორი შეარიგა ჯვრის მეშვეობით ღმერთთან. დიდება ჩვენ უფალი იესო ქრისტეს ჯვრის მეშვეობით, რომელზედაც მოაგვდინა ეს მტრობა. ჯულის საზღვრებიდან, ანუ ეროვნული ტრადიციული რელიგიიდან თავისუფლება გახდიდა ისრაელის სარწმუნოება საყოველთაოს. დღევანდელ დღეს იუდეველებს თავიანთი რწმენა აქვთ, აქეთ ქრისტიანობა არის. მაგრამ თუ იუდეველები შეძლებდნენ იესო ქრისტეს მიღებას, ეს სარწმუნოება გახდებოდა საყოველთაო, რომელიც ნამდვილად იქნებოდა აბრაამისგან მოსული. გალატელთა 3:14 აგრძელებს პავლე მოციქული. წინა მუხლში წერია, რომ ქრისტემ გამოგვისყიდა წყევლისაგან და გრძელდება იმისათვის, რომ აბრაამის კურთხევა ქრისტე იესოს საშუალებით იყოს წარმართებზე. ანუ ყველგან ერთი და იმავეს ამბობს პავლე მოციქული, რომ კარგად ჩაჯდეს ამ ადამიანთა გონებაში. ქრისტემ გამოგვისყიდა წყევლისაგანო ჩვენ ებრაელები, იმიტომ რომ აბრაამის კურთხევა ყველასათვის ყოფილიყო წარმართებისათვის. ღმერთი ისე არ არის, რომ აი იუდეველები რჩეული ერი, ჩემი ერი, აბრაამის შთამომავლები და დანარჩენები კიდე აი შმაგსაც წაუღია. არა. ქართველები ეხლა იქ ფრანგები, გერმანელები ჩაყრილან ჯოჯოხეთში. ასე არ ფიქრობდა ღმერთი. მაგრამ პავლე ამბობს, რომ ქრისტე იმიტომ მოვიდა, რომ ქრისტეს საშუალებით ყველა შესაძლებლობა ქონოდა, რომ გამართლებულიყო. რათა რწმენის მეშვეობით მივიღოთ სულის აღთქმა. ანუ წმენის მეშვეობით გავხდეთ აბრაამის მემკვიდრენი, მისი აღთქმის თანამემკვიდრენი. ანუ წარმართებს იესო ქრისტეს საშუალებით შესაძლებლობა ქონოდათ, რომ მიწვდებოდნენ აბრაამს. იმიტომ რომ მანამდე ზღვარი იყო, მანამდე კლდე იყო აღმართული. წარმართებს აბრაამის კურთხევამდე არ ქონდათ მისაწვდომელი, მაგრამ ეხლა ეს ზღვარი იესო ქრისტემ დაარღვია და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ აბრაამის შთამომავლები ვართ. ჩვენ აბრაამის კურთხევა გვაქვს, ჩვენ თანამემკვიდრენი ვართ აბრაამის.
რა არის ის საჩუქარი, რომელიც ღმერთმა აღუთქვა აბრაამს, რა არის ის კურთხევა, რომელიც ჩვენი საკუთრებად ხდება, რა არის ის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ხდება. იცით, როდესაც მშობლები გარდაიცვლებიან, შვილებს მემკვიდრეობა რჩებათ, ხო ესია, ხო? და შეიძლება ადამიანს უთხრას, რომ იცი რა, შენ მემკვიდრეობა დაგრჩა და მან არ იცოდეს რა იყოს ეს მემკვიდრეობა. ხო? ეხლა ჩვენ გვეუბნებიან, რომ თქვენ წარმართებს დაინგრა ის ბარიერი, რაც იყო და წარმართებმა შეიძლება მიიღოთ ის საჩუქარი კურთხევა, რომელიც აბრაამს ჰქონდა. კი, მაგრამ რა იყო ეს კურთხევა, რომელიც აბრაამს ჰქონდა? დაბადების 12-ის 1:3-ში წერია. უთხრა უფალმა აბრაამს: წადი შენი ქვეყნიდან, შენი სამშობლოდან, მამა შენი სახლიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ. გაქცევ დიდ ხალხად, გაკურთხებ და განვადიდებ შენ სახელს და კურთხეული იქნები. ვაკურთხებ შენს მაკურთხებელს და დავწყევლი შენს მაწყევარს, კურთხეული იქნება შენში მიწიერთა მთელი მოდგმა. ესე იგი, რა არის აბრაამის კურთხევა? მე ვდებ შენზე ხელს აბრაამ, კურთხეული იქნები ყველაფერში. შენ იქნები ჩემი კურთხევის ქვეშ და შენ იქნები ჩემი დაცვის ქვეშ. დიდება იესოს. ამიტომ ეს კურთხევა არის ჩვენზე, რომ ჩვენ გავხდით სიბნელის სამეფოდან გადმოვედით სინათლის სამეფოში და ბოროტის სამეფოდან ღმერთის სამეფოში გადმოვედით. ეს არის დიდებული კურთხევა, რომელიც ჩვენ წარმართებს არ გვეკუთვნოდა, მაგრამ ეხლა გვაქვს. დიდება იესოს.